ჩემი ვიდეოთი მინდა ძალიან მარტივი რეცეპტი შევთავაზოთ თბილისის მერიას, ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმისა თუ როგორ შეიძლება მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ ფეხით მოსიარულეების ქვეითთა უფლებები ქალაქში. პირველი პუნქტი იქნებოდა რომ მათ დახაზონ ზებრა გადასასვლელები და ზებრა გადასასვლელები დაიხაზოს ისეთი ინტერვალით, რომ ადამიანს შეეძლოს ყველანაირი მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელის გარეშე ერთი ადგილიდან მეორეზე უსაფრთხოდ გადაადგილება. ჩანაცვლდეს მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელები, ზებრა გადასასვლელებიც, რადგან ეს გადასასვლელები შეუძლებელს ხდის მეტლითმოსარგებლეებისთვის, ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის, ყველანაირი მოწყვლადი ჯგუფებისთვის განსაკუთრებით ამ ქალაქში გადაადგილებას და ზოგადად ეს არის ან საბჭოთა გადმონაშთი, ან სხვა ქალაქის ნაწილისთვის გამოსაყენებელი სტრუქტურა გულისხმობ მიწისზედა გადასასვლელს და დახაზე გაუქმე დააჯარიმე, აი ამ სამპუნქტიანი ჩემი რეცეპტის ბოლო პუნქტი იქნება დაჯარიმება, რომელშიც მოქალაქეების დახმარება არის საჭირო. მინდა ყველა მოქალაქეს, ვინც ნახავს ამ ვიდეოს, ვთხოვო, რომ აარჩიოს მანქანა, რომელიც ტროტუარზე, პანდუსზე ან გადასასვლელზე იქნება გაჩერებული და დარეკოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნომერზე 112, გამოიძახოს პატრული და გადაიღოს ფოტოსურათი თუ როგორ ჯარიმდება მანქანა. ეს ვფიქრობ ყველა ჩვენგანის ვალდებულება არის, რადგან სამწუხაროდ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ თulis ამას საკუთარ ვალდებულებად და შეუძლებელი არის დღეს ქალაქში გადაადგილება. მინდა ეს ფოტოსურათები ყველა მატვირთოს თქვენს Facebook გვერდზე ჰეშტეგით iarefexit და ჩვენ ამ ფოტოსურათებს შევაგროვებთ და გამოვიყენებთ დიდი საპროტესტო აქციისთვის, რომელიც მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში იქნება დაგეგმილი.